წელი 2026-ის ფარგლებში ყურძნის 3 განსხვავებული ფასი ექნება. ღირებულება პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განმარტებით წელს აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლი, როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. ამის გათვალისწინებით კი ყურძნის ფასი განსხვავებული იქნება. მთელი ჩვენი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ქართული ღვინო იყოს უფრო ხარისხიანი და უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ნედლეული, რომელთაგანაც მზადდება ღვინო და ეს არის უპირველესად ყურძენი, იყოს შესაბამისად მაღალი ხარისხის და გადმოსცეს კიდევ ერთხელ გამეორდები, გადმოსცეს ის ბუნებრივი ასე ვთქვათ, მადლი, რაც მას აქვს ამა თუ იმ ადგილიდან აღებული და შეძენილი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს სწორად მოხდეს და ამის ასახვა ღვინოში და საბოლოო პროდუქციაში მოხდეს, საჭიროა, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოვუაროთ ვენახს, არ დავტვირთოთ ვაზი იმგვარად, რომ აქცენტი გავაკეთოთ რაოდენობაზე და შესაბამისად ეს რაოდენობა და რაოდენობის და მოხდეს ხარისხის ხარჯზე, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გაიზარდა სხვაობა უხარისხო და ხარისხიან ყურძენს შორის და მათ შორის, რაც ასევე აღსანიშნავია, მოხდა თეთრი ყურძნის ფასის ზრდა და კიდევ უფრო დაფასდება ის ადამიანი, ვინც მოიყვანს ხარისხიან ყურძენს. მათ შორის განისაზღვრა ქვედაზღვარი, მოგეხსენებათ, რომ არის რაღაც შაქრიანობა, რომლის ქვევითაც ღვინო არ გამოდის, ან გამოდის ძალიან დაბალი ხარისხის, რომელიც სპირტშიც კი გამოსავლიანობის გამო არ არის სახარბიელო რომ გამოვიყენოთ. შესაბამისად განისაზღვრა ის ქვედაზღვარიც, ეს არის 17, რომელზეც იქნება მიბმული სწორედ უხარისხო ყურძნის დეფინიცია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყურძენი იყოს ჯანსაღი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი და უნიკალური მაჩვენებელი, რაც გადმოსცემს ყურძნის სიმწიფეს და ყურძნის მზაობას ღვინისთვის არის სწორედ შაქრიანობა. ამიტომაც მთავრობის გადაწყვეტილებით ხარისხის მაჩვენებლები იქნება მიბმული კონკრეტულ შაქრიანობაზე. ხარისხიანი ყურძნის შემთხვევაში, თეთრი ყურძნის შემთხვევაში კიდევ უფრო დაფასდება ის ფერმერი, ვინც იზრუნებს ხარისხზე და ამგვარი ხარისხიანი ყურძენი იქნება ლარი და 30.